თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. დაცულია თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებები, როგორ აფასებს მიმდინარე და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოფილი ომბუდსმენი. ამ და სხვა თემებზე დღეს გიორგი ტუღუშია ჩვენი სტუმარი და სწორედ მასთან ვისაუბრებთ. შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი, ასევე დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ მობრძანდით გადაცემაში და გსტუმრობთ. ყოფილი ომბუდსმენი და ამჟამად საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ბრძანდებით. ბატონ გიორგი, რო დავიწყოთ, ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია. 1 წელი გავიდა უკვე ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყანაში. როგორია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა? მთავარი პრეტენზია, რაც საზოგადოებას ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ეს იყო, რომ ადამიანის უფლებები არ იყო დაცული ქვეყანაში. დღეს არის თუ არა ცვლილებები ამ მიმართულებით და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ გაუმჯობესებისკენ მიდის მდგომარეობა? პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ზოგად შეფასებებს, რა თქმა უნდა, 1 წელი არის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება უკვე ისაუბრო გარკვეულ ტენდენციებზეც და შედეგებზეც. ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია, რა თქმა უნდა, რამდენიმე როგორც პოზიტიური ცვლილება მიმართულებთ, ასევე ნეგატიური. ანუ რას გულისხმობ, ხო? შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ სამგარემოებაზე, როდესაც კონკრეტულ სფეროში გაქვს აშკარად პროგრესი. ან თქვათ იგივე მდგომარეობა გაქვს რაც იყო 1 წლის უკან, ან გაქვს გაუარესება. დავიწყოთ პოზიტიურად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზება. მე ვთვლი, რა თქმა უნდა, რამდენიმე საკმაოდ მკვეთრი და უკიდურესი ზომა გატარდა, თუმცა შედეგად, რა თქმა უნდა, მივიღეთ მკვეთრი კლება იმ პირების, რომლებიც თქვათ თუნდაც საჯელს ეხთიანან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ამან შესაძლებელი გახადა საჯავსლების სისტემაში გარკვეული რეფორმების ეფექტურად გატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. განხორციელდა ასევე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც შეიძლება ნაწილი მოვიაზროთ როგორც პოზიტიური, თუმცა ამოტივტივდა ახალი ტიპის პრობლემები, იგივე საჯავსლების სისტემაში, იგივე უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ მოწმე გავხდით არაერთი სერიოზული სისტემური პრობლემის. რა თქმა უნდა, უმცირესობების უფლება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის გამოწვევა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რამდენად აქვს, ასე ვთქვათ, უნარი ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს ეფექტურად და დროულად. ან დღეს დაცულია თუ არა უმცირესობების უფლებები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გახსოვს არაერთი კადრი დაპირისპირება სამღვდელოებამ მონაწილეობდა, იგივე რიგითი ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ან დამძიმდა მდგომარეობა? მდგომარეობა დამძიმდა და რა თქმა უნდა, რისკი გაიზარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ადვილი გახდა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის უფლება შელახო და მაგალითად ამ შემთხვევაში თუნდაც ნახევრად ღიად მოიპოვა გარკვეული მხარდაჭერა პოლიტიკოსებს თუნდაც მართველი გუნდიდან. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. ანდახან ამაზე არის ხოლმე არაპირდაპირ მინიშნება, კი გასაგებია, რომ უმცირესობები მნიშვნელოვანია და ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, რომ უმრავლესობას აქვს უფლებები, სამწუხაროდ ასევე ამის მხარდაჭერა ხდება ეკლესიის მხრიდანაც. უმრავლესობის გასაგებია, უფლებები ყველას აქვს, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელსაც, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასე რომ ძალიან კარგად გავითვალისწინოთ ის თუ რაზე დგას რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოები, თუნდაც რომელიმე რიგითი ევროპული ქვეყანა და რას ეფუძნება მთლიანად რა ღირებულებებზე ეს სახელმწიფოები აგებული, როდესაც ჩვენ დიამეტრალურად საპირისპიროს აკეთებ. ამავდროულად იჩემებ იმას, რომ ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ და აქ ყველა თბილად გრძნობდა თავს. ეს ცოტა არ იყოს და სულ ცოტა მიამიტური მიდგომაა. თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ და ხელოვნურად მოხდა უმცირესობების გააქტიურება. ესეთი იყო გარკვეული პოლიტიკოსების არგუმენტიც. და უმცირესობები რა კუთხით გააქტიურდნენ კონკრეტულად? იგივე გამოსვლები, იგივე манифестაციები, იგივე რომელი ერთ დავასახელოთ გეი აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. გეი აღლუმი საქართველოში არც არავის არ დაუგეგმია და არც ჩაუტარებია. მოთაკიდან დავიწყოთ და არავის არ უთქვია, რომ ატარებენ გეი აღლუმს. მე მახსოვს ადრე სპეკულაციები, რომ ბათუმში 400 უცხოელი ჰომოსექსუალი შემოიყვანეს და ასახლეს. შერატონში იგეგმება გეი აღლუმი, ეს ახლა
ცოტა ისეთ თემები ამაზე მე მგონი არ ღირს დროის დაკარგვა, ხო ხვდებით რომ აბსურდულია, ხო? რაც შეეხება ვთქვათ იგივე ამ 17 მაისს იქაც ბევრი ისეთი ადამიანი იყო მისული, რომელიც არ არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ეს არის საერთაშორისო დღე, რომელიც თემ სოფლიოში აღინიშნება. თუმცა ესეთი მასშტაბური არ გვახსოვს არასდროს. მე მასშტაბური კონტრაქცია იყო და არა თავადის დემონსტრაცია, რომელიც დაარბია სექსუალ რამდენიმე ათეული კაცი იყო და აქეთ იდგა მეგონი 25000 ეკტე გავდარე მასშტაბი შეიძლება. ძნელი გასარკვევი იყო ბოლოს ინიციატივა. არა, არაფერი არ იყო ძნელი გასარკვევი, ძალიან მარტივად ფირზე ჩანს, იქ იყო რაღაც 100-მდე ადამიანი მისული და მეორე მხარეს იყო მობილიზებული რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ღიად იმუქრებოდნენ თქვა იგივე შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრეს, რომ ეხლა უწესრიგად არ მოიქცევიო 10-მდენი გავხდებით და ასე შემდეგ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იმ მომენტში უცებ სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოიშალა და ვერ შეასრულა. აი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ეს პრობლემა აღარ დადგეს იგივე უმცირესობების კუთხით? აქ ჩვენ გვაქვს რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველი, არასწორი მესეჯები მოდის თავად ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალადობა დაგმო, ისაუბრა იმაზე, რომ ეს დაუშვებელია, საბოლოოდ ამ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. ანუ თქვენ გახსოვთ ალბათ ხშირად იყო საუბარი თქვათ იგივე წინამოწვევის პარლამენტში გარკვეული დეპუტატები მუდმივად მიუთითებდნენ იმაზე, რომ თქვათ აი კავკასიაში ტელევიზია კავკასიაში მომხდარ ინციდენტის გამო პირების სასჯელს იხდიან ასე შემდეგ. ექსტრემიზმის წახალისება არის ძალიან საშიში ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთში როგორც არის საქართველო და სადაც მინდა გითხრათ, რომ თქვათ იგივე გარეძალებმა, რომელიც არ არიან ნამდვილად კეთილმოსურნეები ამ ქვეყნის, ეს შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენონ და ქვეყანა დააბრუნონ 90-იან წლებში, სადაც პოპულარული თემა იყო ზოგადად საუბარი იმაზე, რომ უმცირესობები ვთქვათ, განდევნო ქვეყნიდან ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ამან ძალიან ბევრი პრობლემები შექმნა იმ წლებში. და ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადში მივიღეთ, არის ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე, იმიტომ რომ ერთია ვთქვათ, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკა სწორად გაატარო, მეორეა, როდესაც მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის, თუნდაც ვთქვათ, იგივე განათლების პრობლემა გიდგას სერიოზული, ხშირად მიდგომა არასწორი. რა თქმა უნდა, მე ხშირად მაქვს შეხება და მქონდა შეხება სტუდენტებთან, მათ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა აქვს სხვათა შორის და თავად თემა აინტერესებთ, ისინი ვერ იგებენ, ვთქვათ, რატომ უნდა იყოს, ვთქვათ, ქვეყანაში გამეფებული ქსენოფობია, ჰომოფობია ასე შემდეგ. თუმცა თქმა უნდა არის ხოლმე 20-დან ერთი ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრებს ეს აბსოლუტურად ჯანსაღია, მაგრამ როდესაც შენ ამას იღებ როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, მათ შორის შეფარვით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ კი უმცირესობის პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ რომ ამას ევროპა გთხოვს და თქვა ცივილიზებული სამყარო, მაგრამ მე ზურგს უკან აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობ, რომ რა ვქნა, სხვანაირად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ აი ეს ანგრევს სწორედ თლიანად იმას, რაზეც უნდა აშენო დემოკრატიული სახელმწიფო, მით უმეტეს საქართველოს, სადაც თუნდაც რამდენიმე ასეული ათასი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს. კომპლექსური მიდგომა მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, არასწორად მიდის ზოგადად ბევრი რამე ამ მიმართულებით. იგივე თქვათ, რაც ინციდენტები იყო მუსლიმებთან დაკავშირებით, ეხლა ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების წინ აქტიურად ხდება ვთქვათ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირების მხრიდან შეხვედრები მუსლიმებთან, საუბარი იმაზე, რომ მათ მიეხმარებიან ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაში, რაც რეალურად ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო თემა იყო, რომ ბათუმში მეჩეთი არ უნდა აშენდეს. ცხადია, რომ ვთქვათ, ეს დაპირებები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რაც მუსლიმებმა გამოცადეს ამ ბოლო პერიოდში, ბოლოს როდესაც მინარეთი მოუხერხეს და დატვირთეს და სადღაც წაიღეს, მერე დაუსაწყობეს, იქ სასულიერო პირები ჩაერიან და დაპირდნენ, რომ ამ მინარეთს არავინ აქ აღარ დააყენებს. როდესაც ვსაუბრობთ იგივე ვთქვათ წინწყაროზე და ნიგზიანზე, ასევე სამთაწყაროზე, სადაც სერიოზული პრობლემები იყო და ცდილობდნენ რაღაც მოლაპარაკების და უშიშროების თანამშრომლების ჩარევით ამის დარეგულირებას, მე როდესაც მათი იმამი, ასე ვთქვათ, ცუდად გახდა და შესაბამისად გულის კარდიოლოგიური პრობლემები დაეწყო და განარიდეს საერთოდ იმ სოფელს და აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. ეს იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, მუხტის შექმნის, რა თქმა უნდა, ცდელობა, როდესაც საჭირო იყო ვთქვათ საკითხის დარეგულირება და განეიტრალება, მუდმივად ხელისუფლებამ ვფიქრობ, რომ სირაქლემის პოზიცია ამჯობინა, სანამ უკიდურესობამდე არ მევიდა ეს თემა. მე რა თქმა უნდა, იქ მინისტრით ჩავიდა, იყო იქ საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ რა თქმა უნდა სამართლებრივი რეაგირება, როდესაც ფაქტებს არ მოყვება, ან იგივე მარტივად ავიღოთ, ეხლა მუდმივად არის საუბარი ძალადობაზე წინასაარჩევნო კამპანიების დროს, როდესაც ხდება მაგ თემას გადაცემის მეორე ნაწილს შევეხებით და ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ასე ვისაუბრებთ ლაპანხური სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივ კომისიასთან და იმ ცვლილებებთან, რომელიც განხორციელდა კოდექსში, იგივე შრომის კოდექსში და ასე შემდეგ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით
პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ მისამართზე kanoni@radio-imedi.gi ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი დღევანდელი სტუმარია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი ტუღუში. ბატონ გიორგი, ჩვენ ვისაუბრეთ უმცირესობების თემასთან დაკავშირებით და დავაანონსე გადაცემის პირველ ნაწილში, რომ ვისაუბრებდით ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დღეიდან იწყებს მუშაობას და თქვენი კოლეგა, სახალხო დამცველი მოქმედი არის ჩართული ამ პროცესში აქტიურად. როგორ ფიქრობთ, საჭირო იყო თუ არა მსგავსი კომისიის შექმნა და რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი? ანუ რა კითხვებია, რაზეც პასუხს ეს კომისია გასცემს? ძალიან გამიჭირდება თქვა კონკრეტულად გამჭვრიტო რა შედეგს დადებს ეს კომისია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხის გამოძიებას ოფიციალური სტრუქტურები აწარმოებდა, სახალხო დამცველს რა თქმა უნდა სახელმწიფო დაწესებულება ოფიციალური სტრუქტურაა, მაგრამ თქვა ამ ტიპის გამოძიების წარმოება მაინც და მაინც ამ დაწესებულების ძლიერი მხარე არ არის და ვერ იქნება. იგივე თქვა ჩვენ თუ საუბრობთ უშუალოდ გამოძიებაზე, თქვა იგივე სისხლის სამართლის გამოძიებაზე, ამის წარმოების არც კომპეტენცია აქვს სახალხო დამცველს და არც რეალურად რესურსი რო ეს აკეთოს. თუმცა საუბარია სავარაუდოდ შემსწავლელ კომისიაზე, ეს დავარქვათ, რომელიც რაღაც შედეგი უნდა დადოს გარკვეულ პერიოდში. ნახე მე ჩამონათვალი წევრების გუშინ იყო მედია სივრცეში გავრცელებული, არ დავაკომენტებ. უბრალოდ ვთქვათ, ჩემს ცოტა გაუგებარია რამ განაპირობა იმის საჭიროება, რომ ცალკე რაღაც საზოგადოებრივი შინაგან საქმეთა სამინისტროც იკვლევს პარალელურად. ვიცი რომ პროკურატურაშიც იყო ვთქვათ გამოძიება, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო თორშთები გვამების ექსგუმაციას განხორციელდა, ხო, მაგრამ ვთქვათ, არ ვიცი, ალბათ ჯობია უჩანანოაშვილს კითხოთ, ვთქვათ, რა მიიყვანა იგი ამ საჭიროებამდე, რომ დაანონსა ეს კომისია და რას აპირებს და როდის აპირებს, ვთქვათ, კონკრეტული შედეგების წარსდგეს საზოგადოების წინაშე და რა ტიპის შესწავლას და კვლევას აწარმოებს, ვთქვათ, ახალი რა უნდა განჭვრიტოს, მაგას ვთქვათ, გამოიკვლიოს, თუმცა ასევე ქვეყანაში სხვა ბევრი ძალიან აქტუალური თემა, როგორც წარსულში დაგროვილი სახალხო დამცველის მუშაობა, აი ამ შეკითხვას დაგისვა. მე ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე კონკრეტულ შეფასებებს, გემთო ცოტა არაეთიკურად მიმაჩნია, ვისაუბრობ, ვთქვათ, ახალ დამცველს ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი წელი მაინც უნდა დააცადო ნებისმიერ სახალხო დამცველს, მეტუმეტეს რომელიც არის პირველად მოსული, თუმცა პირდაპირ ვთქვი, ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს ის, რაც ხდება აპარატთან მიმართებაში. თავ შევგავდეთ, თუმცა ძალიან ბევრმა მე ვიტყოდი საუკეთესო თანამშრომელმა ეს დაწესებულება დატოვა, რა თქმა უნდა, ისინი გადავიდნენ ბევრი მათგანი სხვა სამსახურებში, თუმცა რა თქმა უნდა მე ვთვლი, რომ იქ მაინდამაინც ჯანსაღი სიტუაცია არ არის და ამაზე საუბრობს არაერთი ადამიანი, რომელიც თქვა იგივე იქ არ მუშაობს, მაგრამ გარკვეული შეხება აქვს დაწესებულებასთან და მე ვთვლი, რომ ყველა ომბუდსმენს სჭირდება ძლიერი აპარატი, ამ აპარატში მოხდა სერიოზული ინვესტირება იგივე ევროკავშირის მხრიდან წლების განმავლობაში, ეს ადამიანები იზრდებოდნენ წლების განმავლობაში, დგებოდნენ პროფესიონალებად, მათ ტრენინგებში დახარჯულია უამრავი თანხები, ასევე ჰქონდათ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება. მე მიზეზები ნამდვილად არ ვიცი, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ეს არ არის იმხელა აპარატი და იმხელა ქვეყანა, რომ არ ქონდეს ინფორმაცია. მე ვიცი, რომ ბევრი წამყვანი თანამშრომელი დღესდღეობით აღარ მუშაობს, იმიტომ რომ შესუსტდა თქვენ ფიქრობთ, რომ ამან შეასუსტა. ამან არ დაასუსტოს აპარატი. ასევე ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც ვთქვათ, საფუძვლიან ეშუსაც ვეღარ უწოდებ. ფაქტი გაქვს, როდესაც შენ თანამშრომლებს უსმენენ და წერენ საჯელახსულებს დაწესებულებაში, ვთქვათ, იგივე ახლა საკანში საუბარია, რომ 24 საათიანი მიყურადება მიმდინარეობდა, სადაც დადიოდნენ იგივე პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები, ვთქვათ, იგივე სახალხო დამცველისგან ამას რატო არ მოყვება მკვეთრი რეაქცია, როდესაც უკანონოდ წერენ მის თანამშრომლებს ციხეში თუ რას ესაუბრებიან ერთ-ერთ პატიმარს. ცოტა გაუგებარია ეს, რაც ბოლო დროს მე ვერ გეტყვით ახლა რომ დეტალურად ვადევნებ თვალყურს ეს ოფისი რას აკეთებს, ძალიან შეკითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეს შეკითხვები უნდა დასვას. ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამაზე თუ ახლა საუბრობენ არაპირდაპირ, მე უკვე პირდაპირ ისაუბრებენ და რაც შეეხება ლაფანყურს, მე წარმატებას უსურვებ ამ კომისიას და ნახოთ შედეგს ალბათ როგორც თქვენ ასევე მე შევიტყობ თუ რა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ თუ კონკრეტულად იქ დაირღვა კონკრეტული ადამიანების უფლებები, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა დარღვეული უფლებები აღდგეს, თუმცა ახლა რა თქმა უნდა გარდაცვლილ და ასე ვთქვათ მოკლულ ადამიანებს ვერავინ ვერ გააცოცხლებს, მაგრამ რა თქმა უნდა ცხადია, რომ თუ კი იქ ვინმე კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მე ასევე მაინტერესებს გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს შესაბამის საგამოძიებო ორგანოების მიერ, რას აპირებს ამასთან მიმართებაში.
ასევე რა თქმა უნდა მე ვისურვებდი რომ არ იყოს საუბარი იმაზე რომ თქვათ რომელიმე კონკრეტული მინისტრი კარგი ადამიანია და ბევრ კარგ რამეს აკეთებს და მისი კრიტიკა დაუშვებელია ეს ცოტა რომ ჩემს წარმოუდგენელია სახალხო დამცველს გადმოსახედით ეს ანუ გამკაცროს ტონი ამ შემთხვევაში და ტონის გამკაცრებაზე საუბარი უბრალოდ მე ვთვლი რომ ეხლა არ უნდა ამას დიდი ანალიზი ვთქვათ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ვთქვათ და კონკრეტული ლოიალობას ჩანს რიგი უწყებების მიმართ, თუნდაც ისეთი უწყებების მიმართ, რომელსაც მუდმივად არის პრობლემები, მაგალითად საჯელახსრულების სისტემა. სწორედ საჯელახსრულების სისტემაზე მინდა გითხოთ. თქვენ ომბუდსმენის შემდეგ იყავით საჯელახსრულების მინისტრი. მართალია მცირე ხნით იყავით ამ თანამდებობაზე, მაგრამ შეისწარით ძველი მმართველობის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა ხდებოდა პენდენციალურ დაწესებულებაში, თქვენ ყველაზე კარგად ნახეთ ეს ყველაფერი. ამჟამად თუ გაქვთ ცდომა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და თუ გაქვთ ინფორმაცია, გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა რეალურად და რა ხდება, დაცულია თუ არა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების უფლებები. კონკრეტულად პირადად რა თქმა უნდა მე ცდომა არ მაქვს და არც გამომითქვია სურვილი ხო პირადად მონიტორინგი განმეხორციელება, თუმცა რა თქმა უნდა ინფორმაციაზე ხელი მიმიწვდება, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვეცნობი ვთქვათ სიახლეებს და სამინისტრო რა თქმა უნდა ცდილობს, რომ ყველა ვთქვათ თავისი ნოვატორული არ მარტო იდეები, ასევე კონკრეტულ მოქმედებებს საზოგადოებას გააცნოს და რამდენიმეჯერ აკეთებს ხოლმე ამას. თუმცა ასევე რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ამ დაწესებულებებში დადიან და არიან არაერთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა იქიდან და პატარა ქვეყანა ახლა ყველას ყავს ნაცნობი და ძალიან მარტივად შეგიძლია ვთქვათ იგივე იმ ადამიანს, რომელიც ორი კვირის წინ დატოვა ერთ-ერთი დაწესებულება, კითხო რა ხდება შიგნით, რომელიც აბსოლუტურად რა ხდება. არ არის კარგი მდგომარეობა ზოგადად. ანუ გაუმჯობესდა პატიმრების და უფლებების დაცვის კუთხით? ნუ გარკვეულწილად იცით რა არის, რა თქმა უნდა, რაც შეეხება იგივე იმ თემას და იმ ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ადგილი აღარ აქვს, თუმცა ძალიან მოსუსტებულია, როგორც ამბობენ, თავად ადმინისტრაციის გავლენა დაწესებულებებზე და ძალიან გაზრდილია ცალკეული პატიმრების როლი დაწესებულებების მენეჯმენტში. ეგრეთ წოდებული მაყურებლების სისტემა. სოზარ სუბარიც აღიარებს, რომ არსებობენ მაყურებლები. სოზარ სუბარი აბსოლუტურად სიმართლის იცავს, მაყურებლები როგორც ეგეთი მეც დამხვდენ რომ მივედი მინისტრად, არ იტყუება ეს ადამიანი. იყვნენ, მაგრამ გააჩნია, ხა გასაგებია. მაყურებელი ჯერ ძალიან ცუდად ჟღერს, ხო, ალბათ ეს დაკავშირებულია თქვათ იმ წარსულთან, რომელიც არსებობდა, ანუ მაყურებელი რას ნიშნავდა სხვა ადამიანი, რომელიც ინიშნებოდა კრიმინალების მიერ, იქ გარდა ამისა მას ევალებოდა როგორც ასე ვთქვათ კრიმინალთან ურთიერთობა და გარეთ გარკვეული საქმეების მოგვარება, ასევე შიგნით ეგრეთ წოდებული საერთო თანხების მოგროვება, რასაც ოფშიაქს ეძახიან ჟარგონზე. და რა თქმა უნდა იყო სერიოზული პრობლემები ახლა თქვენ დროს რას აკეთებთ? მაყურებელი იქ როგორც მე მახსოვს არ იყო არა მე ძალიან კი გამიკვირდა რომ გავიგე მითხრეს რომ აქ მაყურებელია შევიცხადე მაგრამ ნუ რეალურად ეს იყო მაინც უფრო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი სტრუქტურა მოდით ესე ვთქვა და თუ იქ რამე პრობლემა შეიქმნებოდა მაყურებელს ალბათ გადაიყვანდნენ სხვა დაწესებულებაში და მოაშორებდნენ იქიდან ხშირად იცვლებოდნენ და მათ რა თქმა უნდა გარკვეული კრიმინალური აქტივობების განხორციელების საშუალება არ ჰქონდათ ეხა ეგ რომ თანხები გამოძალო პატიმრებს და ვთქვათ კიდე უზრუნველყო რაღაც უკანონო ნივთების შემოდინება საქმეები გაარჩიო მე ამას ვიცი ამ დატვირთვით ის მაყურებლები არ სარგებლობდნენ თუმცა რა თქმა უნდა არსებობდნენ ვთქვათ გარკვეული ესეთი ავტორიტეტული პატიმრები მაგრამ იქ ვთქვათ პრივილეგირებული ზედაიად გამორჩეული მდგომარეობები არ ქონდათ დღეს გამორჩეულები არიან ეს ადამიანები ამაზე საუბრობენ რომ არის ვთქვათ სერიოზული პრობლემა ყველა დაწესებულებაში თან არის ამ მაყურებლების სიმრავლე ვთქვათ ადრე თუ ერთი იყო იძახიან რომ ზოგში არის 23 ეხა არ ვიცი ეგ უნდა ალბათ დეპარტამენტმა იცოდეს უკეთესად სად რამდენი ყავს სფეროების მიხედვით ვთქვათ იქ პაემნის მაყურებელია ის თუ იმისი ონლაინ პაემნის თუ იმისი კიდე გარეთ გაყვანის და სეინობის თუმცა ეს პრობლემა რომ არის და ამაზე ყველა საუბრობს და დარწმუნებული ვარ თვითონ სამინისტრომაც იცის რომ მან საკმაოდ მძიმე პოზიცია არის რომ მძიმეა პოზიცია და ამ მიმართულებით მუშაობთ. არა, გასაგებია აღიარებაა და ძალიან კარგია თუ მუშაობენ, თუმცა მე აქ ერთ ამის გავუსვა ხას რომ დღესდღეობით იმ შემთხვევაში თუ სწორი მიდგომები იქნება გამოჩენილი დღევანდელ ხელისუფლებას და განსაკუთრებით დეპარტამენტს. ეხლა ეს არის ასევე არ არის სწორი თითოეულ წვრილმანზე უშუალოდ მიადგენ მინისტრს, იმიტომ რომ მეც ვიყავი ორთვემდე მინისტრი და ვიცი ეს რას ნიშნავს, თორე შენ ყველა დეტალი კითხო მინისტრს მას არ ეცოდინება. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს სამინისტრო საერთოდ არის გასაუქმებელი. პირველი აქვს რომ მივედი რომ რისთვის არსებობს ვერ გავიგე, იმიტომ რომ არის შიგნით სამი ერთეული, ნუ აქედან ერთი გავიდა ცალკე, ეს არის სამართლებრივი დახმარების სიპი რაც შეეხება პრობაციას და საჯავახსულებას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი სამინისტრო, ხელოვნურად შექმნილი მინისტრი
სადაც არის უამრავი დანახარჯი და ეს სამის თავის არ ჭირდება არაფერში რეალურად გარდა იმისა, რომ ვინმე თუ გაფხაკუნდება ციხეში, მე მიადგე მინისტრი და აკრიტიკო იგი. რა თქმა უნდა, ზოგადად მინისტრი ბევრ რამეზე აგებს პასუხს და თუ პრობლემა შეიქმნა, ისევ მივლენ მინისტრთან და არავინ არ იცის დღეს ალბათ დეპარტამენტის თავმჯდომარე ვინაა, როგორც კალმახელიძის დროს ჭაკუა გვარი ალბათ მე და ჩემი თანამშრომლობა ვიცოდით და კიდე რამდენიმე პატიმარმა, დღესაც ალბათ ღურწყაიას გვარი, რომელსაც მე ვიცნობ ძალიან კარგად, ჩემი თანამშრომელი იყო, როდესაც მინისტრია, ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ ეს იმდენად ავტონომიური ერთეულია ეს დეპარტამენტი საკუთარი ბიუჯეტით და მთელი რიგი ფართო კომპეტენციებით. მინისტრი ყოველდღიურად რუტინას ვერ გააკონტროლებს, ეს გამორიცხულია და მოდით ახლა თანმიმდევრულები ვიყოთ. გარდა ამისა, თითოეულ ინციდენტზე რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც პოლიტიკური თანამდებობის პირს მოთხოვენ პასუხს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს სუბარს და ასევე რა თქმა უნდა დეპარტამენტის თავმჯდომარეს აქვთ გაცილებით უფრო კარგი სამოქმედო არეალი, ვიდრე ეს ქონდა ნებისმიერ მათ წინამორბედს, მათ შორის მეც, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მოვიდა, კარდბლანში მქონდა და ბევრ რამეს ვაკეთებდი და ფინანსებიც მოვიზიდე. თუმცა დღეს არის განახევრებული პატიმართა რაოდენობა, არის შვენიერი, მე ვიტყოდი, ეს არ არის ევროპული ინფრასტრუქტურა, ძალიან ხშირად იყო, რომ აი არის თუ არა ეს ციხები ევროპული, ევროპაში გაცილებით ბევრი იმაზე საშინელი ციხე არის დღეს საქართველოში და არის ძალიან კარგებიც. საშუალო დონის ინფრასტრუქტურა არსებობს, რომელიც საკმარისია, ბევრად ლიმიტს ქვევით არიან. კი ძახთა ვთქვათ იგივე კალმახელიძეს და მისი ასე ვთქვათ ქვეშევრდომები, რომ რაღაც ლიმიტებს დიდენ ხელოვნურად და იძახდნენ, რომ აი ჩვენ შეგვიძლია 24,000 პატიმარს მივხედოთ, როდესაც ლიმიტი კვადრატულობით თუ დათვლი და იგივე საწოლების რაოდენობით არ იყო მაგხელა, თუმცა დღეს არიან დაახლოებით ორჯერ მეტი ლიმიტი აქვს, რაც ყავთ პატიმარი. ანუ შეიძლება ეფექტურად გადანაწილება, სხვადასხვა დაწესებულებებში გადაყვანა. ძირითადად პრობლემა რა იყო მაშინ საჯარისოების სისტემის, რატო იყო ამდენი ძალადობა შიგნით? 80% გამოწვეული იყო იმით, რომ ბევრი პატიმარი იყო და კონტროლს ვერ ახორციელებდნენ. ამბიცია ჰქონდათ ყოფილიყო იდეალური დისციპლინირებული ციხე, მაგრამ ამის განხორციელების მექანიზმები იყო აბსოლუტურად უკანონო ხშირ შემთხვევებში, ხო? რატო იყო ძალადობაზე საუბარი? რატომ იხდებოდა მე ჩემ ანგარიშში 500 გვერდიდან 270 საჯარო აღსრულებას ეხებოდა? ჩემი მოხსენებიდან 10 გვერდიდან 5 საჯარო აღსრულება იყო, როდესაც დანარჩენი სფეროები იყო კიდევ უამრავი, ხო? ანუ ეს რაზე მიუთითებდა? შეუძლებელი იყო 4000 კაციანი დაწესებულების მართვა. ეს არ არის მარტო ქართველების გამოწვევა, არ უნდა მიუშვა დაწესებულება როგორც დღეს არის და არის უამრავი, თქვათ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც პრობლემებია და დისციპლინაა მოშლილი. ან თუ გინდა დაიჭირო იმ დონეზე, რომ იყოს კაცრი დისციპლინა და არავინ იქ შიდა განაწესი არ დაარღვიოს, ეს ფაქტიურად არის შეუსრულებელი მისია. მით უმეტეს გამომდინარე იქიდან თუ რა კონტინგენტთან გაქვს ძალიან ხშირად საქმე. ბევრი იქ მოწადინებულია რომ აურიოს. ბატონ გიორგი, ცოტა დრო გრჩება და მოდით ვისაუბროთ შრომის კოდექსთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ თემას, იმიტომ რომ თქვენს ანგარიში და შრომის კოდექსი და გავაერთიანოთ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები. იგივე ამ შრომის კოდექსმა ვერ დაიცვა ეს ადამიანები. არაერთი ანგარიში არის საერთაშორისო ორგანიზაციების, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანის გათავისუფლება. მოკლედ რომ შევაფასოთ შრომის კოდექსი, რომელიც მივიღეთ, ასევე ემატება ცვლილებები ქალთა უფლებების მიმართულებით და პოლიტიკურად გათავისუფლებული ადამიანები. თუ გვაქვს გამართული შრომის კოდექსი, რატომ ხდება მაშინ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ანგარიშების წარდგენა, რომ მოთ ჯერ ერთ საკითხს შევეხოთ. საქართველოს ხელისუფლებას, ახალ ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ძველი ევროპის ქვეყნების დონემდე აიყვანოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა. ავიღოთ იგივე ნუწავალთ ახლა დანიაში, ესპანეთი მაგალითად, რომელსაც დღეს აქვს უამრავი პრობლემა საკუთარი შრომის კანონმდებლობის გამო. იმიტომ რომ იქ არის, რა თქმა უნდა, მზარდი უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები, რომელიც საჯარო სექტორს ეხება და რამდენიმე თვის წინ მკითხულობდი სტატიას, სადაც ესპანეთში ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს სტანდარტი უნდა დაადაბლოს, რომელიც არის გამტკიცებული ფაქტურად ადამიანს სამსახურდა ვერ უშვებს. იგივე გერმანიაში ძალიან მყარი გარანტიები აქვთ დასაქმებულებს და ძალიან ხშირად ეს ქმნის პრობლემას, როდესაც თქვათერიდება ადამიანი, აიყვანოს ისეთი ადამიანი სამსახურში, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს რისკის მატარებელი, მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც შეიძლება დაფეხმძიმდეს, გავიდეს ხანგრძლივ დეკრეტულ შეებულებაში და შენ ვალდებული ხარ მას უხადო ხელფასი ან ხელფასის ნაწილი. ახლა თქვენ ახსენეთ ქალბატონთან, მე რა თქმა უნდა, როგორც მეუღლე და ბავშვის მამა მივესალმები მსგავს ცვლილებებს, იმიტომ რომ ჩვენ მართლა გქონდა სერიოზულად ის თემა, რომ მოკლე იყო დეკრეტული შეებულება და ჩემ მეუღლეს ძალიან მალე მოუწია გასულიყო სამსახურში, ჯერ ბავშვი კიდე 2 თვე ნახევრის იყო, თუ არ ვცდები, თუმცა ეს არ იყო მარტო შრომის კანონმდებლობით გამოწვეული, ეს მის სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ ზურგს გიმაგრებს კანონი და არა მარტო იმ ისეთ შემთხვევებში, როდესაც შენ გიწევს თქვა შენს დამსაქმებელს ცურწინ უფრიალო თუნდაც შრომის კოდექსი, აი მაშინ როდესაც
სამსახურება წინასწარ იცის დიახ. რა პირობებზე თან ხდება, როდესაც იყვანს თანამშრომელს და როდესაც თქვა კულტურა დასაქმებულის უფლებების დაცვის არა მარტო არსებობს თქვა ქაღალდზე და სამართლებრივი გარანტიებები ჩამოყალიბება, ასევე მაშინაგანად გათვლილი აქვს, რომ ეს ადამიანი შეიძლება სრულად სარგებლობდეს იმ გარანტიებით და უფლებებით, რაც არის რისკი ამ გარანტიების ჩადების შემთხვევაში კანონში, ერთ-ერთი დიდი რისკი არის ის, რომ შეიძლება ისედაც მცირე რაოდენობა ქალბატონების, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა უწყებებში, როგორც კერძოში, ასევე სახელმწიფოში, ეს რაოდენობა შეიძლება განსაკუთრებით კერძო სექტორში კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენ გავმიჯნოთ, საჯარო მოხელეებს იცავს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, და მათ ყოველთვის ჰქონდათ საკმაოდ მყარი გარანტიები სამსახურში დასაქმების, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება გამოძებნოს სამართლებრივი გზა თანამშრომელი დაითხოვო, მაგრამ თქვათ ეს რა დიამეტრალურად აბსოლუტურად სხვა განზომილებაა, ვიდრე თქვათ კერძო სექტორი. კერძო სექტორში დაიწყო ხა მოძრაობა, რიგი ცვლილებები შევიდა, თუმცა მე ვთვლი, რომ ამ ცვლილებებითაც დასაქმებულმა თუ მოინდომა ძალიან კარგად გაისტუმრებს თქვათ დასაქმებულს სახლში, გადაუხდის მას იმ კომპენსაციას და დამთავრდება ყველაფერი. თუმცა აი ქალბატონების მიმართ რა თქმა უნდა რისკი იზრდება, იმიტომ რომ ანაზღაურებადი დეკრეტი ძალიან სერიოზული თემაა კერძო კომპანიის, როდესაც მას თქვათ ორი თანამშრომელი ყავს და ბრუნვა აქვს პატარა და იცის რომ მან მოუწევს გარკვეული პერიოდი შეინახოს ერთი ადამიანი, რომელიც იქ აღარ იმუშავებს დეკრეტის გამო, რა თქმა უნდა შექმნის პრობლემას და მას ექნება სხვა პრიორიტეტი. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყანა, ბევრ ქვეყანაში არსებობს ეს პრობლემა, ამის რისკი არის. მეორე პრობლემა, პოლიტიკური ნიშნით მოკლედ რო შევეხოთ, აი ათავისუფლებენ ადამიანებს, ანუ კვლევები წერა ინფორმაცია გაქვს და მე ეს ხალხი როდესაც დაწერს ამ განცხადებას, მოდი დაიძახოს რომ დამაწერინეს, მაშინ აფს არ ამბობს. ეს სამწუხაროდ წინა ხელისუფლებაც მან და მაინც ვერ იტრაბახებს იმით, რომ ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა სტანდარტი, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ ძალიან დიდი იყო, მე დაგვრჩა ჩვენ იზოლირებული საქმეები იყო, ვთქვათ, იგივე პედაგოგებთან დაკავშირებთ, ხშირად საჭიროებთ, თუმცა მე თუ არ ვხვდები საერთაშორისო გამჭვირვალობას სწავლობდა ამ საქმეებს და რამდენიმე საქმეში მივიდა დასკვნამდე, რომ ალბათ პოლიტიკურ мотиваციას ჰქონდა ადგილი, თუმცა დანარჩენში ეს არ გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც საჯარო სამსახურიდან ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ, უმეტესობა ყოველთვის საუბრობს პოლიტიკურ мотиваციაზე, თუმცა აქ უნდა მაინც დეტალურად შეისწავლოთ, მაგით ისე როგორც ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეებს, სახალხო დამცველის აპარატი საჯარო სამსახურთან მიმართებებს. სხვა შორის უმეტეს შემთხვევებში, როდესაც პირი ამბობდა, რომ იგი თქვა დაითხოვეს, იმიტომ სამსახურიდან რომ ბადრი ბიწად საათშორეული ნაცავი ეს მახსოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის გამოიკვეთა, რომ დაუსაბუთებელი იყო. იგივე ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვეს მახსოვს ადამიანი, იქაც საკმაოდ დაუსაბუთებელი იყო ეს დათხოვნა. ანუ ეს პრობლემები იყო, თუმცა საჯარო მოხელე ყველაზე მარტივი გამოსავალია თუ მიიყვან, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობამდე, რომ დაგიწეროს განცხადება წასვლას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ გსტუმრობთ. ძალიან ბევრი თემა დარჩა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა და იმედია, რომ მოგზანდებით სტუმრად და მოგვეცემა საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით. მსმენელს შევახსენებ, რომ კანონის დღევანდელი სტუმარი იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი ტუღუში. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს და ვისაუბრებთ სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას.